მოგესალმებით მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ბატონი ლევან მამალაძე. ბატონ ლევან, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებლებს, მსმენელებს თქვენთან ოკეანეს გაღმიდან რო იტყვიან ამერიკის მოსახლეობას, ვინც არიან თქვენთან შტატებში და ასევე ევროპიდანაც უსმენენ, ყველას მივესალმები. ყველას მინდა რომ სიკეთე და ბედნიერება უსურვო. ახალი წლები გავიდა და ეს წელი ყოფილიყოს ბედნიერების მომტანი თქვენთან თქვენს ოჯახებში და სამშობლოში დაბრუნების სურვილი არ დაკლებოდეთ. გაიხარეთ ბატონო ლევან. ეხლა ყველაზე ცხელწხელი ამბავი ის არის, რომ დაოსის ფორუმი დასრულდა, ბევრი რამ საინტერესო მოხდა ეკონომიკის ჭრილში ჩვენ ეს გავიარეთ წინა რესპონდენტებთან. მე თქვენთან სურს ლევან ზუსტად პოლიტიკური ნაწილი განვიხილო ამ დაოსის ფორუმის. თქვენ იმ პერიოდში აქტიურ პოლიტიკაში იყავით, როცა შევარდნაძე დაფრინავდა იყო ხოლმე მიწვეული სტუმრად, იქ ბევრი რამ ხდებოდა, იმის მერე მსოფლიოს გადაფორმატირდა და შესაბამისად დავოსის ფორუმაც ალბათ ფორმატი შეიცვალა. აი ამასთან დაკავშირებით რა სიტყვით და ჩვენ რო არ ვიყავით მიწვეული. თუ ჩვენი ინიციატივით არ ჩავედით, ესეც რო განმარტო და რა დაზარალდა ამითი ჩვენთვის თუ პრინციპში არც არაფერი რო არ ვიყავით წარმოდგენილები. ეხლა დაოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ფორუმია, რომელიც განსაზღვრავს შედეგებს, რა იყო მსოფლიოში და შემდგომ რა ახალი პროცესები მიმდინარეობს. ხა მისი შექმნელი ბატონი შვაბი ერთ-ერთი გლობალიზაციის ავტორია, რომელმაც მსოფლიოში შეთავაზა გლობალიზაციის ახალი სისტემა, ასევე იქ არის ბევრი ესეთი კულუარული თემები, რომელშიც ეს ადამიანები მონაწილეობენ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ბოლო ფორუმი იყო განსხვავებული ვიდრე თქვათ დაოსის ორგანიზატორები თუ სხვა ჯგუფები, პოლიტიკური ღია თუ არა ღია ჯგუფები გეგმავენ. ეს ყველაფერი შეცვალა ტრამპის მოსვლამ, მინდა გითხრათ, და ტრამპის დამოკიდებულებამ საერთოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი. ხო, სანამ ამას აღწნიდი, აი მინდა გითხრათ, რომ დაოს გარკვეული მნიშვნელობა რატო აქვს, იცით, რომ იქ მიმართულება სხვადასხვა ეკონომიკური კი ქვია, მაგრამ ეს საერთო პოლიტიკურ პროცესებსაც განსაზღვრავს, ანუ იქ ქვეყნის ლიდერები მონაწილეობენ, რომლებიც აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს და იქ ხდება შეჯერება ან გარკვეული უთანხმოების დაფიქსირება, როგორც პოლიტიკის, ასევე ეკონომიკის კუთხით და არის ასევე მსხვილი ბიზნესი წარმოდგენილი, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ. საერთოდ დაოსში მონაწილეობა არის ქვეყნების დონეზე, ეს არის მოწვევით, იწვევენ სხვადასხვა ქვეყნებს, ძირითადად ევროპის ქვეყანა ყველა მონაწილეობს, წამყვანი ქვეყნები ყველა მონაწილეობს და ასევე ზოგიერთ ბიზნესმენს შეუძლია იყიდოს ფასიანი ბილეთია, დასწრება ფასიანია, შეუძლია პიროვნებამ იქ დარეგისტრდეს, წინასწარ შეიძინოს ეს ბილეთი და მონაწილეობას მიიღებს ამ ფორუმში. და ასევე ამ ფორუმს მნიშვნელობა აქვს იმით, რომ როცა ყველა ლიდერი თითქმის იქ იყიდება, იქ არის საშუალება მოლაპარაკებები აწარმოო ქვეყნებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ეკონომიკის ურთიერთობის თვალსაზრისით და საქართველოს როგორც კი ვთქვათ, მან ორიენტაცია განსაზღვრა ევროპისკენ, დასავლურ ცივილიზაციისკენ, დაოსში მონაწილეობა ყოველთვის იყო დაფიქსირებული და ყოველთვის ხდებოდა. ეს უკვე შევარდნაძის პერიოდიდან დაოსში საქართველოს ყოველთვის მონაწილეობდა. ეხლა დაოსში არ მოწვევა საქართველოსი განპირობებული იყო და თვითონ როგორც ახსნეს და ეხლა ევროპის წარმომადგენლება განპირობებული იყო იმით, რომ საქართველოს დაფიქსირებულია როგორც აი თქვათ ევროპისკენ მიმავალი ქვეყანა, რომელმაც უკუცვლა განიცადა თვითონ წერენ ეხლა ფრაზეოლოგიას, დემოკრატიის თვალსაზრისით, იგივე ევროინტეგრაციის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. ანუ უნდა ითქვას, რომ იგივე ოცნების თქვათ ხელისუფლება დაისაჯა, იმიტომ რომ მათ თქვათ ევროკავშირთან არ გააბეს ის მოლაპარაკებები, რომელიც მათ სურდათ.
და ეხლა რა მოლაპარაკებები იყო თუ ეს საინტერესო ამაზე შეიძლება ვისაუბროთ, იმიტომ რომ უკვე მეორე წელი, 2 წელი გავიდა, მას შემდეგ რაც ევროპა ჩვენთან აი რაღაც არასამართლიან ურთიერთობებს ამყარებდა, მათ არ მოწონდათ ხელისუფლება, რომელიც დღეს არსებობს და უნდოდა თავიანთის მოყვანა და ამიტომ ეს რაღაც რევოლუციური სცენარები, გადატრიალების მოწყობა და ასე შემდეგ ევროპის დაფინანსებით, მანამდე კიდე USAID-ის და სხვა მსგავსი ორგანიზაციის დაფინანსებით ხდებოდა. ასე რომ საქართველოს მიმართებაში იყო არა პარტნიორული და სამართლიანი დამოკიდებულება, არამედ იყო ესეთი, რომ თქვენ წადით, ჩვენ ვისაც გვინდა მოვიყვანთ და ისინი შეასრულებენ ჩვენ დავალებას. ეს იქნებოდა თქვა რუსეთის მიმართ გამწვავება, მის მეორე ფრონტის გახსნა, თუ რაღაც ეკონომიკური ბლოკადების და ასე შემდეგ შექმნა, რომელიც ჩვენთვის დამღუპველი იქნებოდა, მინდა პირდაპირ გითხრათ, ეს მას არ აინტერესებდა და ამიტომ ამან გამოიწვია გარკვეული წინააღმდეგობა და მთლიანობაში თუ კი ვიტყვით, რომ საქართველოს აკრიტიკებენ, მაგრამ საქართველოს იმ კანდიდატებს შორის ყველაზე გამორჩეულია შედეგებით, ხო? ეს უკვე ბადებს ეჭვკერს, ეს არის ფაქტი იმისა, რომ საქართველოს მიმართ არის არასამართლიანი დამოკიდებულება, ეს არის კონიუნქტურული დამოკიდებულება, როცა გაგიხილავენ შენ რაღაც დაქვემდებარებულ ტერიტორიად, უფერულ ტერიტორიად და არა იმას, რომ მართლა უნდათ და სურვილიათ ევროპაში მიღებისთვის. ასე რომ ევროპის კარები ეს რაღაც ღია კარებია და უიძახიან, არანაირი კარი არც არსებობს, ეს არის პოლიტიკური თამაში და მე მინდა რომ ჩვენმა საზოგადოებამ ეს იცოდეს, ესეა უბრალოდ აი რაღაცას იმედს გაძლევენ, გამოძრავებენ, მე როცა უნდა შეგვცვლიან, რასაც უნდა იმას გაგიკეთებენ, ну ამ თამაშში საქართველოს არ ჩაერთო და ეს უნდა ამას ხაზი გაეცვა და არ მოწვევას ეს ერთ-ერთი აი ამის შედეგი უნდა იყოს. ხა დაკარგა თუ არა რამე საქართველოს მინდა გითხრათ რომ მე ვფიქრობ რომ არაფერი აი ამ დაოსში მონაწილეობით არ დაუკარგია, იმიტომ რომ თვითონ ამ დაოსის შეკრებას, აი რაც მე გადავხდისავით რომ იტყვიან, დაოსის შეკრება იქნებოდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობა, იგივე ნატოს არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, გაეროს არსებობას და ასე შემდეგ, როცა ტრამპი 66 თუ 67 საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამოვიდა. პირდაპირ ოფიციალურად შეერთებული შტატები ამ ორგანიზაციებიდან გამოვიდა და თქვა, რომ ეს არის არაფრის მომტანი რაღაც манипуლირებისთვის შექმნილი ორგანიზაციები და შეერთებული შტატები იქ არ იქნება. ისინი გამოვიდნენ. ეხლა დაოში ჩავიდა ტრამპის მთავარი მიზანი იყო გრენლანდია და არანაირი უკრაინა, შეიძლება უკრაინასაც შევეხოთ ნაწილობრივ, მას გრენლანდიის საკითხი აინტერესებდა და უნდა მას თავისი პოზიცია იქ დაიფიქსირებინა. ასე რომ ეხლა საქართველოს ჩასვლის მომენტი მე არ მიმაჩნია რაღაც ტრაგედია, ცოტა ძველი პერიოდი რო იყოს, შეიძლება ამისთვის ცოტა სხვა შეფასება მიმეცა. ამიტომ თუ კი შევხედავთ, ესე იგი, იქ რაც მოხდა, საქართველოსთვის შეიძლება ეს მნიშვნელოვანი არც ყოფილიყო, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ტრამპის გამოსვლა. ტრამპმა ფაქტიურად ევროპა კუთხეში მიაყენა, პირდაპირ განუცხადა, რომ თქვენ ევროპა აცენლი ხართ თქვენი რეალურ გზას, შეცვლილი გაქვთ ფასეულობები, აღარც ფასეულობები გაქვთ, აღარც დემოკრატიული პრინციპები, აღარც სიტყვის თავისუფლება, ამ რაღაც ნეოლიბერალურ ჯარჩვებში ხართ მოქცეული და ძალიან ცუდად დაამთავრებთ, რომ პირდაპირ უთხრა. და ასევე დააყენა საკითხი, რომ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან რაღაც ქიშპობაში შედიან, არც ელაპარაკებდა. იგივე მაკრონთან ხო ნახეთ, როგორი დამოკიდებულება დააფიქსირა, რამდენიმე პერიოდში საერთოდ აღარ იქნებდეს მაკრონიო და რატო ელაპარაკო. მაგრამ გრენლანდიის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხლა ის მართლაც აი ხედავთ როგორ იყო განცხადებები, რომ აი გრენლანდია, თქვათ ეს არის რაღაც საფრთხე, რომელიც შეიძლება რუსეთმა და ჩინეთმა აიღოს. ეხლა ეს რამდენად რეალურია, ეხლა მე როგორც სპეციალისტმა მინდა გითხრათ, საერთოდ რეალურად არ მიმაჩნია, რომ გრენლანდიას თავს დაესხება რუსეთი ან ჩინეთი, მაგრამ ის რომ ამერიკას ეს ჭირდება და ის რაღაცა საფრთხის გამოკვეთა გადაწყვეტის თვალსაზრისით გამოიყენებოდა, გამოყენება უნდა უпроსტորად, ხო? ესეც ფაქტი არის. და გრენლანდიის თუ გადავხედავთ ახლა მის ისტორიულ მომენტებს, საერთოდ უნდა ითქვას, რომ დანია ძალიან აი შემთხვევით ჩაუვარდა ხელში. დანია ეგ საერთოდ არასდროს ყოფილა. უბრალოდ მეორე მსოფლიო ომის, პირველი მსოფლიო ომის დროსაც და მეორე მსოფლიო ომის დროს ეს შედიოდა იმაში ნორვეგიის ოკუპაცია როცა მოხდა გერმანელების მიერ, ასევე ოკუპირების პროცესი დაწყებული იყო გრენლანდიისა და შეერთებულმა შტატებმა გრენლანდიიდან განდევნეს გერმანელები და მათ დაიკავეს.
და შემდგომ უკვე ისე მოხდა, რომ აი ამ პერიოდში, როცა პასიურობდა თვითონ ნორვეგია, დანიას დაუბრუნდეს რა. და თავისი შინაარსით ეხლა რო აიღოთ, ეხლა ვის ეკუთვნის ხშირად შემთხვევით თუბა განსაზღვრავთ, ადრე რაღაცა სიფრობდნენ, ეს კოლონიალური დაპყრობები იყო, გრენლანდია ცხოვრობდა ძალიან მცირე ადამიანები, რომლებიც წარმოშობით არანაირი ევროპელები არ არიან, გრენლანდიელები, ისინი უფრო მონათესავები არიან ესკიმოსების, ალეუტების და ამ ჯგუფის ეთნოსი არის რა. და თვითონ გრენლანდია შელფითაც ამერიკის კონტინენტს უფრო განეკუთვნება, ევროპას არ განეკუთვნება, ესეც უნდა ითქვას. ამიტომ აქ არის ბევრი ნიუანსები, ეხლა ის იმათ რამდენი პრეტენზია აქვს და ეხლა სოფლიო წესრიგს თუ ავიღებთ, კი რა თქმა უნდა, მათ ტერიტორიად განიხილება, მაგრამ ეს სოფლიო წესრიგიც უკვე ტრამპმა მოარგვია და ახალი წესრიგის დამყარებაზე ზრუნავს. ზოგ გრენლანდიის საკითხი მე ვფიქრობ, გადაწყვეტილია რა ფორმით მოხდება გრენლანდიის აღება, ფულით გადახდა მოხდება, ერთობლივი მართვა იქნება თუ რაღაც ოპერაციას განახორციელებს, თუმცა ტრამპმა თქვა, რომ არაპირებს სამხედრო ოპერაციის განხორციელებას, ხო შევხედავთ, ეხლა გამოჩნდება, მაგრამ რატო აქ ეხა მნიშვნელობა გრენლანდიას მინდა გითხრათ. შეერთებულ შტატებს გრენლანდია ჭირდება იმისთვის, რომ ეხლა იქ ბუნებრივი რესურსების რა თქმა უნდა არის და ძნელად მოსაპოვებელი, ეხლა რამდენიმე ათეული მეტრის და უფრო მეტის სიღრმის ყინულ ქვეშ არის და მისი მოპოვება ძალიან რთულია. მაგრამ აქ არის მთავარი მომენტი, ეს არის სავაჭრო გზების კონტროლი. ან მონაწილეობა მასში. თუ ავიღებთ ჩრდილოეთ ყინულოვან პოლუსს, ეხლა ვინც რუკას დახედავს, ხო, ყველაზე დიდი ნაწილი პოლუსისა ნახევარი, ესე რომ ვთქვათ, ეკუთვნის რუსეთის ტერიტორიიდან გამომდინარე. ძალიან მცირე აქვს ისა ნორვეგიას, დანიას აი სწორედ აქვს ეს გრენლანდია და გრენლანდიას უფრო მეტი უჭირავს ვიდრე ალასკას ძალიან მცირე უჭირავს და კანადა რა, უაუ. ეხლა როცა აი ვინც დახედავს ამ რუკას უცბად მიხვდება რაზეა ლაპარაკი. ჯერ ერთი ბევრი განიხილავს ამას, რომ თუ კი რაღაც ცოტა ჰიპოთეტური თემაა, მაგრამ მაინც თუ დაუშვებთ იმას, რომ ბირთვული ომი შეიძლება შედგეს, სწორედ ყველაზე ახლო დაკავშირება არის ყინულოვანი ოკეანის მეშვეობით რუსეთსა და ვთქვათ შეერთებულ შტატების მიმართებაში რა როალურად. ეს ერთი თქვა სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის სავაჭრო მიმართულებით. კლიმატის ცვლილებამ, აი უნდა იცოდეს ჩვენმა მსმენელებმა, რომ კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე სეზონური კი აღარ არის, მთელი წლის განმავლობაში შეიძლება იქ ტვირთები ატარო. ყველაზე მოკლე მანძილი იგივე რუსეთიდან, ჩინეთიდან ამ მიმართულებით ტვირთების გადაადგილება, ხო, შეიძლება მოხდეს სწორედ ყინულოვანი ოკეანის მეშვეობით. აი იქ არის დიდი ევროპისკენ და ამერიკისკენ აქეთ-იქით მიმავალი გზები. იქ რუსებს აქვს პრიორიტეტი, მას აქვს ყველაზე დიდი ყინულმჭრელების ფლოტი. სოფლიოში რუსებს ეს ძალიან ისაქვს და ერთ-ერთმა პირველმა შექმნეს არქტიკული შეიარაღებული ძალები, აი ამ მიმართულების დაცვისთვის. ეხლა როცა ამხელა ჩვენ ხო იმპერიების არსებობის პირობებში ვცხოვრობთ, ამხელა იმპერიას შეერთებულმა შტატებმა რომ დახედა და აინახა, ხო, მას არანაირი პრიორიტეტი იქ არ ქონდა, ანუ თანაბარი პირობები არ ქონდა. მას უნდა რომ თანაბარი პირობები შექმნას რუსეთთან და ჩინეთის მიმართებაში, რომ ის მონაწილე იყოს ამ ახალი, ყველაზე მოკლე და იაფიანი საზღვაო მარშრუტის კონტროლში. და მონაწილე გახდეს, თვითონაც ჩაერთოს, პარტნიორობას შექმნიან თუ როგორ ჩამოყალიბდებიან, იქ არსებობს არქტიკული თანამშრომლობის სპეციალური საერთაშორისო ნორმები, ეხლა ამასაც შეიძლება გადახედონ, მაგრამ ყველა შემთხვევაში გრენლანდიის და მერე შემდგომ კანადაზეც აქვს ეხლა ლაპარაკი ტრამპს, კანადის მეშვეობით, მაშინ ის მართლაც უკვე მეორე ნახევრის კონტროლი იქნება, იქნება რუსეთი და ამერიკა, შეერთებული შტატები, რომელიც აი ამას გააკონტროლებს. აქ არის ძალიან დიდი, ესე იგი, ეკონომიკური და სტრატეგიული პერსპექტივა ჩადებული. რო ვიცოდეთ ჩინა არსი რაში მდგომარეობს. ეხლა რა შეიძლება ამას მოყვეს ჩვენს მიმართებაში და ყველა საერთოდ სოფლიო გადალაგების პირობებში, ხო? თუ კი ავიღებთ იმას, რომ გრენლანდიას შემდგომ ეხლა რაც განცხადებული აქვს, შეიძლება იქ ტარიფებით და რაღაც ეხლა ტარიფებს იყენებს, რა თქმა უნდა, ტრამპი, იმიტომ რომ
ეხლა ტარიფის გამოყენებით აიძულოს, ანუ ძალის ჩვენებით არც მალავს პირდაპირ იძახის იქ დიპლომატიაზე არც არის მაგრამ იძახის ჩვენ გვინდა წესრიგი დავამყაროთ ჩვენი ძალის მეშვეობით. არ გვინდა დაგჭაგროთ, მაგრამ ძალა გვაქვს და თუ საჭიროა ამას გამოვიხენოთ, ხო? ეს დავინახეთ ახლა ვენესუელაში რაც მოხდა ეხლა რაც ხდება იგივე სხვა ტერიტორიების მიმართებაში. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი რა არის, იცით? ტრამპის ადმინისტრაცია საკმაოდ ისე ვთქვათ, სპიერად და ჭკვიანად იქცევა რა. ადრე თუ მაგალითად ომები ესე კი ინტერვენციისა და ჯარების გადასხმით გაკეთდებოდა, არ აკეთებს ამას, იმიტომ რომ ამხელა ქვეყანაში რომ შეეყვანა ჯარები ხა იგივე მადუროს დასაპატიმრებლად ან რეჟიმის შესაძლებლად, ხო? ის გადაიზრდებოდა დიდ ომში. ამ შეცდომას არ უშვებს, ასე ჩვენია დაემუქროთ დაბომბოს და იქ ცვლილებები გააკეთებინოს. ანუ იმ ქვეყნებს ამ მესამე ქვეყნებს თუ დავარქმევთ, ხო? საფრთხე რაში აქვს, რომ ამერიკული დაბომბვის შედეგად მათ შეიძლება ეკონომიკა გაუნადგურდნენ და იძულებულნი არიან გარკვეულ შეთანხმებებზე წავიდნენ. იგივე მომენტები გამოიკვეთა ირანშიც. ეხლა იქ ცოტა ფლათესი არ არის, ირანს კიდე სხვა პრიორიტეტები აქვს და განლაგება, ანუ პირდაპირ წვდომა, როგორც ვენესუელასთან ესე ახლოს ირანი არ არის და სხვა ქვეყნების მონაწილენი არიან და ჩინეთიც არც არის შორს და რუსეთი კიდე გვერდზე გავს, ხო? ამიტომ იქ რამე სამხედრო გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, თუმცა ეს პროექტში დიდი ფულის დაიხარჯა, ფეხლები გამოაჩინეს, შახი და ასე შემდეგ და ისრაელის მონაწილეობა საკმაოდ დიდი იყო, რომ თქვათ ამერიკა, თქვათ რას მას სჭირდება, მის სტრატეგიაში არსებობს ესე ემოქმედა. ესე რომ ირანის კონსერვაცია მოხდა ამ ეტაპზე. ვენესუელასი თქვით, მაგრამ გადაწყდება ეს გრენლანდიის საკითხი, შემდგომ აუცილებლად დადგება კანადის საკითხი და ეს მთლიანად ცვლის წელს კონსტრუქციას და ცვლის აი რა შეიძლება მოხდეს. აი ხა შეხედეთ სიტუაციას უკრაინაში შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს. ხა რუსეთი არის სტრატეგიულ შეტევაზე, ეს შეტევა არ არის ისე როგორია რომ ერთ დღეში დამთავრდება, მათ აქვს რუსებს თავისი გათვლა და ნელ-ნელა მიდიან ტერიტორიებს იღებენ. და იქ არის სპეციფიური ომი, ეს არის დრონებით ომი, ხა ბევრს არ აქვს წარმოდგენილი, ესე კი არ არის ვიღაცა შეტევებზე გადადის. დრონების ომი არის, დრონებს მოყვება артиლერია, ამას მოყვება შემდგომ სხვადასხვა სახის იგივე ადამიანის მართული უკვე არა კოპტერები, არამედ სხვა ტიპის უფრო მძიმე დარტყმითი დრონები და ამას მოყვება ბალისტიკური და შემდგომ ზებგერითი და ჰიპერგერითი რაკეტები, რასაც რუსეთი ურთყამს. და ადრე თუ არ აკეთებდა, ეხლა დღეს ენერგეტიკაც უნადგურებს უკრაინას. ამიტომ შეერთებულ შტატებს კარგად ესმით, რომ ამ ომის პერსპექტივა არ არის და ევროპაც დიდი მცდელობა ჰქონდა, რომ შეერთებული შტატები ჩაეთრიათ ამ ამბავში. ტრამპმა უარი თქვა, არ აინტერესებს ეს საკითხი, მას უნდა რომ როგორღაც ეს დაამთავროს ეს თემა, რომ აი ეს მთელი ევროპული ინსტაბილიზმენტი რო იყვიან და ელიტები ჩამოკიდებულია ეხლა ტრამპთან, ხან ურეკავენ, ხან ჩადიან, ხან გოლფს ეთამაშებიან და ყველანაირად ცდილობენ რომ რაღაცნაირად აი რამე დასტყუონ, მაგრამ ესეც კარგი ისეთი მაგარი კერკეტა კაკალი გამოდგა რომ იყვიან გამოცდილებით ტრამპი, ამიტომ ამ თამაშებში არ მიყვება. მას კარგად ესმის, მას ურჩევნია ძლიერებთან ითანამშრომლოს, ვიდრე სუსტებთან და პირდაპირ ეუბნება ევროპა, რომ თქვენ სუსტი ხართ, ეკონომიკა ქვემოთ მიდის, ენერგეტიკა მოშლილი გაქვთ, დეინდუსტრიალიზაცია და ჩვენ კიდე აგერ რა გელაპარაკოთ თქვენ, რაზე გაგირიგდეთ, როცა შემიძლია უფრო ძლიერებს გაურიგდეთ და ამიტომ ესე დახატული აგრესორი პუტინი, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ეს ვრცელდებოდა, ხელსაყრელს ხდება, დადებითად მოიხსენიებს და ადრე თუ საგინებელი სიტყვა იყო ჩინეთი, სი ძინპინსაც ამბობს, რომ მე მასთან კარგად ურთიერთობ და მასთან დავლაგდებ. ასე რომ აი ეს მსხვილი იმპერიები სამი ცენტრია ახლა გამოჩენილი, ძირითადად ეს არის შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც აი ამ ცდილობენ რაღაცნაირად დალაგდნენ, ეს პროცესი ყველაზე გავრცელდება. ამიტომ როცა ვამბობთ გრენლანდია, შემდგომ სხვა ტერიტორიები და ასე შემდეგ, აი შევხედოთ ახლა ტრამპის ამგვარი ქმედება თქვათ ამერიკის ინტერესებშია კი ბატონო და ბევრი მას არ აინტერესებს ეს საერთაშორისო წესრიგი, საერთოდ დავივიწყოთ რომ რაღაცა წესრიგი იყო, საერთაშორისო ნორმები მოქმედებს, არ მოქმედებს, ეს არაფერი დამთავრდა. ეს ამბავი ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, ერთადერთი რასაც ამბობს ძალიან გულთრველად, ჩემი მორალური პრინციპები თუ მომქმედებს და სხვა არაფერი რა. ანუ თვითონ საზღვრავს შინაგანად ვის როგორ მოეფხავს. ხლა ამას რატო ამბობ, იცით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით პროცესი როგორ განვითარდება.
სულ ვამბობ და მინდა თქვენს მაყურებლებსაც, მსმენელებსაც უთხრა. აი დაფიქრდით ახლა როგორი იქნება პოსტუკრაინული რუსეთი. ახლა ხო გაჩერებულია, ხო? აი როგორი იქნება უკრაინის ომის დასრულების შემდეგ. და უკრაინის ომში ის წაგებული არ გამოვა. უკვე ყველაფერი ცხადია და იქ ფაქტიურად ახლა შეხვედრები რო იყო, მოსკოვში იყო ვიტკოფი ჩასული, კუშნერი ჩასული იყო, სიძე ტრამპის, ახლა უკვე სამხედროები აბუდაბში ხვდებიან, იქ მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თლიანად, ესე იგი ზაპოროჟიეს და იმის დონბასის დემილიტარიზაციაზე არის ლაპარაკი, ანუ ჯარები სადაც კი დგას იმისი უკრაინის უნდა გავიდეს, ხო? უკრაინის უნდა გაიყვანონ ისა. თუ არ გაიყვანენ, ანუ ტერიტორიების გაცვლა არ მოხდება და იქ ბუფერული ზონებია და ასე შემდეგ. და ასევე უნდა მოხდეს აი მოთხოვნები, რაც რუსეთმა ჩამოუწერა, იქ 200 თუ რაღაც 200,000 რაოდენობის ჯარი, ნეიტრალიტეტი, ნატოზე უარი და ასე შემდეგ. ანუ მისი მოთხოვნები რაც იყო, ეხლა ზელენსკი სამის დაკმაყოფილება მოუწევს. და აქეთკენ მიდის, ანუ მოლაპარაკების საკითხები საგანი ეს არის. ის არ არის რომ რაღაცა პოზიციური შეწინააღმდეგება იყოს პირიქით არის აი როგორ გაწერონ ეს ყველა პროცედურები და რუსეთის მოთხოვნა რაც არის დაყენებული ის გაწესდეს და ევროპაც ხო ხედავთ როგორ შეტრიალდა აი ცოტა ცინიზმიც არ არის ეხლა აგრესორი და სისხლისმლელი და მკვლელი ამ პუტინს უძახეს და ეხლა გამოდის მერსი იძახის კანცლერი გერმანიის რომ რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ თურმე ეს რუსეთი ეხლა გახდა ევროპული ქვეყანა ეგერ ის გამოდის მაკრონი მელონი იმის იტალიის პრემიერი და ასე შემდეგ ხო და თვითონ ევროპაში შეგნე დიდი განხეთქილებაა და დაპირისპირება ეს ორბანის ჩეხეთის და უნგრეთი ჩეხეთი სლოვაკეთი ეხლა ავსტრია შეუერთდა მაგათ კიდევ ცალკე ცენტრალური ევროპის გარკვეული ჯგუფი რომელიც დასავლურ ევროპულ ჯგუფს ეწინააღმდეგება ასე რომ ევროპის სისუსტეს ყველგან ხედავდა უკრაინაში ესეც აისახება ამიტომ რატო ვამბობ ეხლა ეს ყველაფერი ჩვენ გვიტრიალდება ხა წარმოიდგინეთ კავკასიაში რა მდგომარეობა გვაქვს ხომ ესე იგი სომხეთმა რუსეთთან გააცივა ურთიერთობა თუმცა ოდეკაბეში შედის სადაც სამხედრო და ეკონომიკური საერთოდ საბაჟო ღია საბაჟო ურთიერთობების ზონა აქვს შექმნილი ის აზერბაიჯანთან ხო ნახეთ როგორი დაპირისპირება იყო ეხლა თითქოს დაცხრა მაგრამ აზერბაიჯანი შეკრული არის ისრაელთან და თურქეთთან პირდაპირ მნიშვნელობით და აი ამ მექანიზმებით მოახერხა მან რომ ყარაბაღის ტერიტორია დაებრუნებინა და აგედგინა თავისი მთლიანობა და საქართველოს კიდევ როგორ თითქოს ლოიალური განწყობა ჰქონდა რუსეთთან და დღეს მე მინდა ვთქვა რომ ყველაზე ალბათ აი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე რთული სიტუაცია გვაქვს რუსეთთან მიმართებაში აი სამხრეთ კავკასია არის ფაქტიურად ზონებად გარკვეულად დაყოფილი თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი დეტალი ტრამპის განცხადება ხო ნახეთ როგორ თქვა ესო პუტინის ტერიტორია არის პირდაპირ ეს სამხრეთ კავკასია პუტინის ტერიტორია არისო და მაგი მეკითხებოდა 10 წელიო თუ ამდენი ხანი ვერ მოახერხებულს კონფლიქტი წარსულება და შე რა მაგარი ხარ რომ ეს ზანგეზურის იმაზე კორიდორზე შეათანხმე და შეამხანაკე აზერბაიჯანი და სომხეთი რა ანუ უნდა დავაკვირდეთ ჩვენ რომ იგივე ტრამპის ადმინისტრაცია სამხრეთ კავკასიას განიხილავს რუსეთის გავლენის ზონად, აი რბილად რომ ვთქვათ. და ამ სიტუაციაში ესე იგი ჯერ რუსეთი მოტრიალებული არ არის. ჩვენი სათქივარი გვაქვს, ეხლა სომხები რას იზამენ, იმხელა დიასპორა და გავლენები რაღაცას გააკეთებენ, აგერ ხარდამჭერები კიდევ უამრავი ყავს თურქეთი, ისრაელი და თუ რაღაცა გართულდა, ისინი ჩაერთვებიან და აზერბაიჯანთან და რაღაცნაირად დალაგება შეეცდებიან, მე რუსეთის მიმართებაში ვიძახი, ანუ დაეხმარებიან, ჩვენ მინდა გვეხმარება, მოდი ესე დავაკანოთ საკითხი რა. ჩვენ მინდა გვეხმარება შეერთებულ შტატებთან აი შევხედოთ ყველაფერი საერთოდ პოლიტიკა და მით უფრო პატარა ქვეყნებისთვის ეს არის ბალანსის ხელოვნება და საპირწონების შექმნის აუცილებლობა ხო აი რა გვაქვს ჩვენ შექმნილი რუსეთთან გვაქვს საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ესეთი დაძაბული ურთიერთობა ბოლო კიდევ ერთხელ ვიძახი 10 წლის განმავლობაში არ ქონია და ეს გამოიხატება რაში პირდაპირ განცხადებები რომ ჩვენ რუსეთს არც კი დაველაპარაკებით სანამ ტერიტორიულ მთლიანობას არ აღვადგენთო ეხლა ამას აცხადებს თანამდებობის უმაღლესი თანამდებობის პირები იბადონ შეიძლება ეს განაცხადო მაგრამ გეგმა ხომ და კონდეს და მით უფრო ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მის გარეშე რომ ვერ გადაწყვეტავთ ხო ეს ხო აქსიომა არის რა თქვენ იცით რომ ზახაროვას განცხადება მოყვა მე ამაგას საპასუხო ხომ იცით
მაგას სახაროვის განცხადებაც მოყვა, ლავროვმაც განაცხადა, ლავროვმა პირდაპირ თქვა, აი მინდა თქვენ გამახსენეთ პირდაპირ თქვა, ჩვენო არანაირ ტერიტორიულ საკითხებს დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგენას არ უკავშირდება. ამას მოყვა სახაროვის განცხადება კიდევ იქ იყო თანამშრომელი მისი ერთ-ერთი ჩინოვნიკი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და თქვენს რომ ინდათ დალაპარაკება მზადა ვართ, მოდით ვილაპარაკოთ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები, რომელიც არ უკავშირდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს, პირდაპირ განაცხადებს. ეხლა აქ ბევრი ნიუანსი ეხლა ჩვენი გადმოსახედი როგორ აიცით ზოგი მიჩვეულია რომ მარტო უყურებენ ჩვენი გადმოსახედი. მე ხა როგორ პოლიტექნოლოგს უფლება არ მაქვს რომ იცით ჩვენი გადმოსახედიდან ვისაუბრო ან კიდევ სხვებს ისაუქნა რა ქვია უთხრა რომ იცით აი აქ ჩვენი ინტერესია და მოდი ესე გავაკეთოთ. ჩვენ ვართ იმპერიების გარემოში, რუსეთთან ყველაზე დიდი საზღვარი გაგვაჩნია. გვაქვს პრობლემა ოკუპირებული ტერიტორიებისა, რომელიც რუსეთმა ცნო. ანუ მათ როგორც სახელმწიფოებრიობა ისე ცნეს. ეს არის იურიდიული თემატიკა და საკითხი. მეორე თვითონ საკითხი ამ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამიტომ ეხლა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ესე მკაცრად რომ ამას არ ვაყენებდით. თან კიდე ბოლო პერიოდში ჩვენ რუსეთის საწინააღმდეგო ხმები მივეცით, ხო? ეხლა მაგალითად ძალიან ესეთი ნუ არ ვიცი ეს გაღიზიანება რატო გაუკეთეს, რა საჭირო იყო, ხო? იქ იხილებოდა საკითხი უკრაინისა და რუსეთის შორის ურთიერთობის თემა იყო შარშან წლის ბოლოს, ეს იყო ის ეუთოში ბოდიში რა, ეუთოში იხილებოდა რომ რუსეთს აიკისროს კონტრიბუციის გადახდა უკრაინისთვის. არც სომხეთმა, არც აზერბაიჯანმა მხარი არ დაუჭირა, ჩვენება დაუჭირეს. ეხლა ეს ხო მაჩვენებელია რომ რაღაცა გართულებულია, რომელიც ბევრი რაღაცა ეხლა სააშკარაოზე არ ჩანს, მაგრამ ამას ხო უნდა ვგრძნობდეთ ჩვენ. მაგრამ საერთოდ მივყავს მე ეგ სიტუაცია. ურეთ მე რატომ მინდა ეს დავანახო ჩვენ მსმენელს? ანუ უკრაინის პრობლემების მერე სამხრეთ კავკასიაში რუსეთი მოტრიალდება. და რომ მოტრიალდება, ხო, თუ კი ჩვენს მეზობლებს რაღაცა კიდევ ბერკეტი აქვს იმ თვალსაზრისით, სომხეთს და აზერბაიჯანს გულისხმობ, რომ მათთან შეგართულებული სიტუაციების მიუხედავად შუამავლები მხარდამჭერები გამოიყენონ საკითხების დასალაგებლად, ჩვენ არავინ არ აღვყავს. აი ეს მე მიმაჩნია საკმაოდ სახიფათო. და ჩვენ აქ უკვე აი მე ეჯს გამოვთქვამ, სურვილი კი არა მაქვს რომ ესე იყოს, მაგრამ პოსტუკრაინული რუსეთი შეიძლება ლაპარაკს კი არ დაგვიწყებს, ულტიმატუმები დაგვიყენოს. ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი და უფრო რაღაცა მძიმე ვითარებაში არ მოხდება. საპირწონეები კიდევ ვიძახი, შექმნილი არ აქვს. ვინც საპირწონე უნდა ყოფილიყო შეერთებული შტატები, რომელთანაც აბსოლუტური გაურკვევლობა გვაქვს. არანაირი საკითხი არ არის და მე ამაზე გადავალ კიდე მინდა გითხრათ, აი კიდევ რაში გამოიხატება შეერთებული შტატებთან გაურკვევლობა, ხო? აი უყურეთ. მე ამაზე შეგეკითხებით, აი ჩვენ გაწევრიანებაზე იმ კავშირში და იქ მაგას აღნიშნოთ, მაგრამ არანაირი ურთიერთობა იქ ეხლა რაღაც წერილი გამოაგზავნეს, წერილი არ წაიკითხეს, მე რაღაც ნუ არ მინდა ეხლა კომენტარი გავაკეთო, მაგრამ რაღაც აი სიტუაციასაც ვერ პოულობ როგორ შევაფასო. ყველა შემთხვევაში დალაგებული ურთიერთობა და რო ვთქვათ, რომ პერსპექტივა ჩანს, რომ დალაგდება, ამის თქვის საფუძველი არ აქვს. მინდა რომ ესე იყოს, მაგრამ არა. ამიტომ შეერთებული შტატები რაღაცა საპირწონე მხარდამჭერად ჩვენ არ ვთქვავს. ჩინეთიც ავიღოთ, ჩინეთი სერიოზული გავლენა აქვს რუსეთთან ურთიერთობაში. და ჩინეთმა ჩვენ როგორც სტრატეგიული პარტნიორი გვაღიარა, მაგრამ ამის იქეთ რა, კარგი, ჩადიან თვითმფრინავი დაფრინავს, მაგრამ ჩვენს ეკონომიკაში არ არის შემოსული. მათ გაიბარგეს ანაკლის სპორტში და არ დაუწყიათ მუშაობა, ხო? შარშან წლის გადაწყისში გაიმარჯვა ჩინურმა მსხვილმა კომპანიამ, გაიმარჯვა, მაგრამ ხელშეკრულება ხელი მოწერილი არ არის. ანუ ანაკლის სპორტში შემოწმებას საერთოდ სხვა კომპანია აკეთებს კიდე ეგ წაკეთება. ის რაღაცა კეთილმოწყობის სამუშაოები ცალკეა, აქ ლაპარაკია პორტის აშენება და მის ოპერირებაზე, ხდა თვითმფრინავის მოზიდვაზე და ეს არის გლობალური თემა. ამიტომ აქაც ჩვენ ჩინეთი მხარდაჭერად არ გამოგვადგება, თან ჩინეთის თავშეკავებაც ხა სხვადასხვა ვერსიები არის, მაგრამ ერთ-ერთი ისიც არ არის გამორიცხული, რომ შეიძლება რუსეთმა უთხრა, რომ თავის შეეკავებინა ანაკლიაში შესვლას. ეგეც არ არის გამორიცხული, იცით? აი ამას უნდა არა თქო ცოტა მაზლოვანი თვითონ აშენებს იქითკენ აფხაზეთის ცოტა ჩრდილოეთით, ხო?
არა, იქ არაშენ იქ რაც გააკეთეს, ის ცოტა სხვა რაღაცაა, ის ოჩამჩირი სპორტი არ არის, ცოტა სხვა რაღაცა არის. მაგ პირიქით ამ ანაკლიის სპორტს აქ დაპირთვა და მე გეტყვით ხა მე რატო ვამბობდი. ანუ საპირწონეები არა გვაქვს ჩვენ, აი ვინ შეიძლება რაღაცა დაგვაბალანსოს. არის ერთ-ერთი ვარიანტი, თქვათ, გამოვიყენოთ იგივე არაბების ეს ინვესტიცია, არაბებთან ურთიერთობა. არაბებს აქვს გავლენა იგივე რუსეთთან ოპეკში არიან და ფას ერთად განსაზღვრავენ ნავთობზე და რაღაცა შეუძლია, მაგრამ ეს ძალა არ არის, რომ კავკასიის საკითხებში, თქვათ, რუსეთს ელაპარაკოს რა, მოდი ესე ვთქვათ. არ არის ესე ხელა გავლენის მქონე ქვეყანა და თურქეთს კიდე თავისი ინტერესი აქვს და საკმაოდ საფრთხე ამ თვალსაზრისით ჩვენ უფრო მეტი საფრთხე გვაქვს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში და მათ ისინი კარგად საუბრობენ ერთმანეთში, ვიდრე საპირწონეს შექმნისა. ამიტომ აი მე ესე შევხედავდი ჩვენ ძალიან რთულ პერიოდში შევდივართ სოფლიო გადანაწილების პერიოდში, ეხლა მიდის ტერიტორიების გადანაწილება, რესურსების გადანაწილება და ჩვენ ამ გადანაწილებაში ხვდებით. ამიტომ ჩვენი ინტერესი რა არის? ჩვენი ინტერესი არის ის, რომ როგორღაც შევინარჩუნოთ ჩვენი სუვერენიტეტი და გავეძლიეროთ ჩვენი თავი, ხო? აი ესეთ ფაზაში შევდივართ. ეხლა აქ შეიძლება ბევრმა რაღაც ილაპარაკონ, რაღაცეები თქვან, მაგრამ ცოტა აი ამ სტრატეგიულ მიმართულებებს და ბალანსის შექმნის პროცესს ვერ ვხედავ, რაც მე ძალიან აი გულისწყლით მინდა ვთქვა და სახიფათოდ მეჩვენება. აი თქვენ შეგიძლიათ მსმენელებმა თვითონ დაფიქრდეს, გაანალიზოს და გვას რა როგორ იქნება. აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ემოციებს კი არ უნდა ავყვეთ, როგორ აიცით აი რაღაცას რო ითქვა, რუსეთი და რუსეთთუმე და აი ეს მართული და ფინანსებული ადამიანებს ეს ანალიზი არ ეხებათ, იმიტომ რომ ისინი ვერც გაიგებენ და ჯობია საერთოდ არც მოისმინონ. ალბათ, იმიტომ რომ მე ამას ვეძახი პარადიგმული სინდრომით შეპყრობილი დაავადებული ჯგუფები, რომელსაც თავში აქვს რაღაც ერთი აზრი ჩადებული და საერთოდ სურათს ვერ ხედავენ. ანუ ესე არის, მე ხელმიფარებულები დადიან რა. ეს ბოდუში ყველას არ ეხება, მოკლე გადაწყვეტილება. არა, რა თქმა უნდა. ლევან, ძალიან სწორად აღნიშნე საპირწონოებთან დაკავშირებით და ამერიკის შეერთებული შტატებთან გაურკვევლობით და ერთ რამეს დავამატებ ჩემი მხრიდან მცირე რემარკას სახით. აშხაბადის შეხვედრა გვახსოვს ხო, როცა პრემიერ-მინისტრი ჩავიდა და ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი, აი იმ არეალში, იმ ზონაში შესულიყო და დაფიქსირებული იყო როგორც ქვეყნის ლიდერი, საქართველოს ლიდერი სიტყვა ეთქვა. და პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი ბოჭვერიშვილი საერთოდ დიამეტრალური განცხადებები გააკეთა და ეს მეც არ მესმის რაღა დაგიმალოთ მიუხედავად იმისა, რომ თანაუგზნობდა გულშემატკივარი ვარ, აი ეს განსხვავებული საგარეო ვექტორი არ მესმის და ქალბატონ ტალიაშვილის მცდელობებიც, ანუ ჩვენი ელჩი ამერიკაში ვინც არის, დიდი ქმედითი შედეგები არ მოყოლე. მე არ ვამბობ, იმიტომ რომ ცუდი დიპლომატია, ვამბობ, იმიტომ რომ აი როგორც ახსენე წერილების მიმოწერა და წაუკითხაობა ესეც უკვე კომიკურია რა. აი რაც შეეხება ამერიკის ჩართულობას და როგორც დამაბალანსებელი ჩვენსა და რუსეთს შორის. მე ადრე მახსოვს ერთი 15-20 წლის წინ ესეთი აზრი იყო პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში საქართველოში, რომ ჩვენ რუსეთთან პირისპირ მოედანზე არ უნდა დავრჩეთ, თორე დაგვჩაგრავენ. და ისე გამოვიდა, რომ მაინც პირისპირ მარტონი დავჭით. ასეა, ხო? აი აქ მინდა აი ამაზე მე აქ მინდა ერთი დეტალი ვთქვა, ჩვენ ეხლა ვართ მარტო. არავინ ჩვენი მხარდამჭერი არ არის, არც არავის იმედი არ უნდა გქონდეს. თან რაღაცა ბერკეტები, რომელიც უნდა შეგვექმნა, უკვე იმდენი დრო გავიდა, ეხლა უკვე გადანაწილების ფაზა არის და არ ვიცი ეხლა თუ მართლაც ხელისუფლება მაგაზე მინდა გქო, ხო? ხელისუფლება რამეს თუ მოასწრებს, მე მაგ გარკვეული მოსაზრებები შემიძლია ვთქვა. ეხლა რითი შეიძლება ველაპარაკოთ რუსეთს, ხო? რუსეთს ეხლა ჩვენ დავუყენოთ საკითხი ტერიტორიული მთლიანობა აღადგინევ, ნუ ეს არაგონივრულია და მაგაზე ეგენი ესე არ წამოვლენ და იქ თვითონ პრობლემა სოხუმში, ცხინვალში იქ მოკოფილი ხავთ ხალხი და ძალიან ისე რაღაც განწყობილება არა აქვს. ჩვენსკენ არ იყურებიან დადებითად, ხო? ჩვენ რაღაც ის მოსაწონიც ვერ შევთავაზეთ ისეთი, რომ აი რაღაც დადებითი განწყობილება შეგვექმნა. აი ამ პირობებში ვიძახი. მაგრამ ჩვენ გვაქვს აი ერთ კითხვას დავსვავ და განავრცე აი ზუსტად ამ კონტექსტში და ამის დასაბალანსებლად მე ესე მეგონა, არ ვიცი, შეიძლება ვცდები, რომ აი ტრამპის მიერ
შეთავაზებულ პროექტში, ეს მსოფლიო პროექტი, ახალი თანამეგობრობა, ასე დავარქვათ, სადაც პაშინიანიც იყო წარმოდგენილი, ალიევიც იყო, მე რატომღაც ვთვლიდი, რომ კარგი იქნებოდა, რომ ჩვენც ყოფილიყავით, იმიტომ რომ ზუსტად ესე თანამეგობრობაში იბადება თანასწორობის მეტნაკლები ურთიერთობა და აღმოჩნდა, რომ იქაც არ ვარ წარმოდგენილი და ამაზე რა პასუხი გაქვს? ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, ეხლა უყურეთ, ჩვენ ხო უნდა კარგად შევხედოთ, რას აკეთებენ ეს წამყვანი ქვეყნები და ეხლა ინიციატივა ტრამპს უჭირავს, ბევრი ეხლა დაკვირვებით უყურებს, მაგრამ ტრამპმა ჩამოწერა მიახლოებით 60 ქვეყანა, რომელებიც მოიწვია ამ მშვიდობის საბჭო. ეხლა დაარქვა ამას მშვიდობის საბჭო. ეხლა თუ გნებავთ თქვენთანაც ეგრევე შტატებში წაიკითხეთ, რას წერენ გაზეთებში, კვლევები, იგივე ინტერნეტ კვლევებში, ზოგი ღია არის, ზოგი კიდევ სხვა რაღაც რესურსებიდან შეიძლება ინფორმაცია ავიღოთ. ყველა პირდაპირ წერენ, რომ ტრამპს უნდა მსოფლიო მართლობის ახალი სისტემის ჩამოყალიბება. და ეს არის პირველი ეხლა გაეროსაც როგორ აიცი რაღაცა ძველი ტრადიციების ორგანიზაცია, მაგრამ ფუნქციოა, ვერანაირ საკითხს ვერ წყვეტს და ხედავთ თვითონ ტრამპიც ხედავს ყველა ამდენი ომი მიდის, ამდენი რაღაცა ხდება, გაერო ჩავა, რაღაც განიხილავენ, იქ იმსჯელებენ და ამით შემოიფარგლება. ფაქტიურად სოფლიო მართლობას და მშვიდობის უზრუნველყოფას გაერო ვერ აკეთებს, ეს ფაქტი არის, ხო? მაგრამ ახლა საერთაშორისო რაღაც კანონმდებლობით მიღებული ფორმატია. ტრამპს ესენი არ აინტერესებს. მან პირველი ინიციატივა გამოთქვა და მას ჭირდება თავისი პრიორიტეტის დაფიქსირება და აკეთებს ამას. კარგად გამოსდის სხვათა შორის, უნდა ითქვა ზოგს მოსწონს, არ მოსწონს, ტრამპის მოწონებაზე არ არის, ჩვენ ვლაპარაკობთ რა პროცესები მიდის, ხო? ამიტომ ტრამპმა ეს ინიციატივა გამოაცხადა მშვიდობის საბჭო. მოიწვია 60 ქვეყანა. ჩვენი მეზობლები ყველა მოწვეული. თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, პუტინმა განაცხადა, რომ დადებითად უყურებს და ისეთი რაღაც შეთავაზა, ეგერ არის მილიარდები, 400 მილიარდია თუ რაღაც ამერიკაში გაჩერებული რუსეთის და თქვა იქიდან 60 მილიარდია, 75 დარჩა ხო ევროპაშია მეტი. განჩენი ევროპაშია. ამიტომ ესე იგი იქიდან ჩვენ ჩავდებთ ამ მილიარდს ამ ორგანიზაციაში და დანარჩენს კიდე შევთავაზეთ და დავხარჯავთ იმ ტერიტორიების აღდგენაში, რომელიც უკრაინაშია. ეხლა ტრამპის ინიციატივა იყო, რომ ხაზაში, ანუ ისრაელს ჭირდებოდა ეს, რომ ისეთი მშვიდობა ჩამოყალიბდეს და უცბად ფულიც დაიხარჯოს, გაშენდეს, რომ დაანახონ, რომ აი ხაზაში ომით დამთავრდა და ისრაელის მთლიანობა და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია თან თავისი ინვესტიციებით. მაგრამ ამაში უყურეთ სომხეთი და აზერბაიჯანის მონაწილეობა, იმიტომ რომ თქვენ 100%-იანი ბრძანდებით, როცა შენ ხარ, ესე იგი ამ ყალმაგიდას დავარქვათ თუ რაღაც შეკრება იქნება, შენ სიტყვის უფლება გაქვს და გარკვეული პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების დიდი შანსი არის ამ დიდ ქვეყნებთან, ხო? ჩვენ არ მოგვიწვიეს. არ მოგვიწვიეს, იმიტომ რომ ეხლა ტრამპის ხასიათი თუ დააკვირდები, გაბრაზებული არის ეს კაცი საქართველოს. პირდაპირ უნდა ითქვას, ეხლა ძალიან დიდ პატივმოყვარე ადამიანი, ეგერ რაღაც ბარემ რო ახსნათ რა, რომ მიზეზი ზირითადად. არა, გაბრაზებულია, იმიტომ რომ ურთიერთობებზე არ წამოვიდა რაღაც წინადადებები კონდათ, რაღაც ეს არ ჩამოყალიბდა, ეს ერთი მეორე, ეს გარკვეული ჯგუფები დარბიანი, ხო იცით ეს ოპოზიციური ჯგუფია თუ დაქირავებული ჯგუფები დარბიან 1000 კაბინეტებში შედიან, ეს არის მე ეს მუშაობენ ეს ჯგუფები, ჩვენი საქართველოს მოწინააღმდეგე აქედან წასული ჯგუფები მუშაობენ საქართველოს საწინააღმდეგო სენატორებთან, კონგრესმენებთან, სხვადასხვა დეპარტამენტთან და ასე შემდეგ, ხო? ჩვენი მხრიდან ნაკლებია მუშაობა, საერთოდ მინდა გითხრათ, იცით, აი ჩვენ ესე კი არ უნდა შევხედოთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როცა პატარა ქვეყანა ხარ, შენი ელიტებთან უნდა იმუშაო, ერთებურთადებთან. იქ უნდა იმუშაო იმ ადამიანებთან, მოძებნო ყველანაირი გზა, რომ მათი კეთილგანწყობა როგორმე მიიღო და დაიმსახურო. პიროვნული ურთიერთობები ხშირად ყვეთს ბევრ რამეს. ანუ ეს ლობიზმი, ესე დავარქვათ ამერიკაში მიღებული ფორმატია, ეს ლობიზმის გამოყენება ყველგან გჭირდება, ვაშინგტონშიც, მოსკოვშიც,
პეკინშიც, სხვა ადგილებშიც, რომ ჩვენ პატარა ქვეყანას გქონდეს კეთილი განწყობა. ანუ რამე საფრთხე რო შეგვექმნას, დიდმა ქვეყანამ თქვა თუ გაანებეთ ამათ თავი, მოდით დაელაპარაკეთ, სხვანაირად მოაგვარეთ, დაალაგეთ, ეკონომიკურ განვითარებას ხელი არ შეუშალოთ და ასე შემდეგ. აი ამას ვიძახ, ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელი იყო, როცა არ მიგვიწეს. ეხლა იმის ლოდინი რომ ეს საბჭოი შედგება, არ შედგება, ეჭქვეთ დადგება, ამას ველოდოთ, ეს ჩვენ რას გვაძლევს? ურთიერთობა ხო არ იცვლება. ჩვენ ურთიერთობის შეცვლა გვჭირდება, იმიტომ რომ აი ჩვენ საფრთხე არ შეგვექმნას. ეხლა მოდით გადავიდეთ ისევ რუსეთის თემატიკაზე, ხო? რა შეიძლება ის ამბობენ ამბობთ ლაპარაკობთ და რა შეიძლება გაკეთდეს ხო ჩვენ ეტაპებად უნდა დავყოთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები პირველი რუსეთს რაც ჭირდებათ ეს აქამდე უნდა გაგვეკეთებინა და ეხლა არ ვიცით რო არის თუ არა ამისი ჩვენ უნდა დავიწყოთ ინტეგრაციულ პროცესებზე საუბარი რას ნიშნავს ინტეგრაციული დღეს გლობალური ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო კვანძების გახსნის პერიოდში ვცხოვრობთ ჩვენ საქართველოს ამით მდიდრდება დღესაც. შუა კორიდორი იმიტომ გახდა შემოსავლიანი, რომ უკრაინა პირდაპირ ვთქვა, ეხლა უკრაინის ომმა ბლოკირება გამოიწვია რუსეთიდან გამავალი გზებისა. სანქციებამაც ბლოკირება გამოიწვია რუსეთის. ამიტომ დაატვირთვა, გადმოინაცვლა ჩვენს ზონაში. იგივე შუა აზიის ქვეყნები, ჩინეთი და ასე შემდეგ რუსეთის გავლით ვაჭრობდნენ ევროპასთან, ხო? დღეს ეს კორიდორი ამუშავდა და ეს კორიდორი, შუა კორიდორი, კასპიან შავი ზღვის კორიდორი თავაზობს კარგ ვარიანტებს. ეხლა კი არის გარკვეული ალტერნატივა ზანგეზურის სახით და მინდა გითხრათ, რომ ზანგეზურში დიდი მუშაობა მიმდინარეობს. და ზოგს რო ამბობენ 4 წელიწადში შეიძლება უკვე ამ წლის ბოლოსაც დაიწყოს იქ მოძრაობა, იმიტომ რომ დიდი თანხებია ჩადებული, მუშაობენ იქ საფრთხე უკვე აღარ არის, რამე სამხედრო პრობლემები მოიხსნა და ამ თვალსაზრისით სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და ილხამ ალიევის განცხადება, რომელიც გააკეთა დაოსში სხვადასხვა ეს მანიშნებელია გარკვეული მომენტებისა, რომ ჩვენ მეზობლებთანაც კარგად არ აგვაქვს დალაგებული საკითხი, მან თქვა რომ ეხლა თვირთები კი დიდისო საქართველოს, მაგრამ მერეო ივლისოს ანგეზურის გავლით. ეხლა ეს როგორია, იცით, ქვეყნები პირდაპირ ვერ გადასწყვეტავენ კომერციული ინტერესი ამა თუ იმ გადამზიდავს რაში აქვს. მაგრამ ჩვენ ხო გვჭირდება აქაც ურთიერთობა. ზანგეზურის კორიდორი გამოყენებული იქნება თურქეთის პორტების, ანუ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით მიმავალი თვირთებზე. და ჩვენი პორტები გამოყენებული იქნება და გზები რუსეთისა და ევროპისკენ მიმავალი მიმართულებით. ამიტომ აქაც ჩვენ კოოპერაცია გვჭირდება და არა რაღაცა ესე თითისქნევები სხვადასხვა ტრიბუნიდან, ხო? ესეც ხო სერიოზული საფრთხე არის. ჩვენ თუ ხელი შეუშალეთ ერთმანეთს შიგნით კავკასიაში, ხო? ეს კიდევ ახალ ძალიან არასასიამოვნო ტალღას წარმოშობს. და ამაზე ახლა მე ვერ ვხედავ მაგალითად სტრატეგიულად ვინმე მუშაობს თუ არა. პირიქით მე იმასაც ვიტყოდი, რომ აქ გარკვეული საბჭოა საერთოდ ამ შუა კორიდორის მართვის და კოორდინაციის საბჭოა სამივე ქვეყნის მიერ გასაკეთებელი და გარკვეული დირექტორატი, რომელიც იმ კონკურენციას კი არ შექმნის, არამედ ჩვენ ხდება სერვისის ვარიანტები. და იმას კი არ ვეთქვით, ვინ რომელ ტარიფს აწესებს. არამედ ისე შევთანხმდებით, რომ აი თუ კი ვინმეს უნდა ხმელთაშუა ზღვაზე გასვლა, ჩინეთიდან მომავალი თვირთს, ძირითადად თვირთები მაინც ჩინურია, ის წავა ზანგეზური, დანარჩენი თვირთები წამოვა ჩვენი მიმართულებით. ამიტომ მაგ აი რაღაც კოორდინაცია მოგცემს უფრო დიდ ეფექტს, ვიდრე რაღაცა ეს გაბრაზების, გაბუთვის თუ რაღაცა ესეთი გაუგებარი სიტუაციის შექმნისა. ჩვენ თანამშრომლობის პროცესი გვჭირდება და არა გაუგებრობა და დაპირისპირება, რაც საკმაოდ სახიფათოდ შეიძლება შემოგვიტრიალდეს კიდევ. რუსეთის მიმართებაში რუსეთის ჭირდება დღეს ალტერნატიული გზები. ის გზები, რომელსაც ვერავინ ვეღარ ჩაუკეთავს, ხო? ამიტომ მათთვის აი ეს გზა მე ესე დავარქვი ამასაც ცოტა შევავსე რო იტყვიან, გზების გახსნა, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ არ უნდა გაიხსნას, აი სრული აბსურდი, მაგალითად, რატომ არ უნდა დაველაპარაკოთ რუსეთს, რომ გაიხსნას აფხაზეთის გავლით როგორც ავტომობილო, ასევე რკინიგზის ხაზი. არსებობს ეს ამხელა სიმდიდრე, რატომ არ უნდა გაიხსნას? სხვები სარგებლობენ ამით. შემოვლითი გზებით სარგებლობენ. რატომ არ უნდა გაიხსნას როქის გვირავი? რა იმეებზია ლაპარაკი ზოგი აი გაუნათლებელი ადამიანები ბოდიშტიხი რამ სიტყვასაც რო ხმარო საერთოდ რო არ ესმის არაფერი აი რუსები შემოვლენ და იქიდან რკინიგზიდან ტანკები ვინდად რა ტანკები დრონებით და რაკეტებით მიდის დღეს ბრძოლა ვის მიყავს ეს ტანკი და რაღაცა ვის რა ჭირდება ჯარი შეიყვანა ეგეთ ვენესუელაში ტრამპმა
არ შეიყვანა, მაგრამ სულ სხვანაირად გადაწყვიტა. ამიტომ ჩვენი ინტეგრაცია და ეკონომიკური პროცესების გაღრმავება კიდევ დამატებით საშუალებას გვაძლევს ჩვენი უსაფრთხოების. უცეს ეს სჭირდება, რატომ არ უნდა გაიხსნას მაგალითად პეტერბურგი, სოხუმი, თბილისი, ბანდერაბასი, მუმბაი გზა. აი თუ მივხვდით საიდან სად ამას ქვია ჩრდილოეთ სამხრეთისკენ მიმავალი გზა. სოხუმი თბილისის გავლით, რატომ არ უნდა გაიხსნას? რატომ არ უნდა განიტვირთოს ლარსის, ესე იგი, გადასასვლელი გადაჭედილია მაგალითად. თქვენ არ იცით რა მდგომარეობა არის. გადაჭედილი სატვირთო მანქანებით რაღაცა ეტაპობრივად უშვებენ რომ იქ გადავიდნენ და საბაჟო ვეღარ ავიდეს, ხო? ეგ იყო ზუსტად მიზეზი ალიევის მხრიდან, რომ ქართველები ხელოვნურად ქმნიან საცობსო. და აი საპასუხო ქმედებები აი ეგ შეიძლება ხელოვნურად არა იქ ცოტა სომხეთის მიმართულებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, ჩვენ ეხლა თქვენ აი შევხედოთ ცოტა სხვანაირად, ხო? ჩვენ რამხელა პრიორიტეტს გვაძლევს რუსეთთან ურთიერთობაში ამ გზების გახსნა. რამხელა საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენ დაველაპარაკოთ სომხურსაც და ცხინვალსაც, იმ ხალხთან ურთიერთობაში შევიდეთ და არა პოლიტიკური საკითხები დავაყენოთ პირველ საკითხად, არამედ ეკონომიკური ურთიერთობები. ეკონომიკური სტაბილურობა და ურთიერთობების გაღრმავება შემდგომ თავისთავად მოიტანს ტოლმილების დაბრუნების საკითხს და პოლიტიკურ თემატიკასაც შემოიტანს დღის წესრიგში. აი ესე რაღაცა გონივრული მოქმედება გვჭირდება და არა ბუტიაობით და იმან ესა თქვა, ამან ესა თქვა და მდგომარეობა კიდე ჩვენ თავს ვერ ვიძლიერებთ ვერავინ. მე აი ეს მაწუხებ პირველ რიგში, ამიტომ აი ამ სიტუაციაში, როცა სოფლიოს გადანაწილება მიმდინარეობს იმპერიებს შორის, რესურსების გადანაწილება მიმდინარეობს, რაც ეხლა პოზიტივი გვაქვს, ის უნდა გამოვიყენოთ. თორემ პოსტუკრაინული რუსეთი მოვა და ულტიმატუმს დაგვიყენებს ეს გააკეთოთ და აბა არ გააკეთოთ. როგორ შემოგვიყვება? ამიტომ ეხლა გვჭირდება მოქმედება ძალიან ცოტა არის დრო დარჩენილი. მე აი ესე ვუყურებ ამას. ბატონ ლევან, ჩვენ სანამ ეთარს დავიწყებდით, იქ ჩვენ დისკუსიის წამოწყებაზე იყო საუბარი და მოდი ამაზეც ისაუბრე და განმარტე რა ეს. კი ბატონო. ხა, იცით რა არის თქვენთან ვისაუბრეთ ჩვენ წინა გადაცემებში რაღაცები ინიციატივები გავხსენით. შემდეგ ინიციატივები. უნდა იცხვას გეტყვით ახლა, აი როგორ არის იცით? ზოგს მოწონს არ მოწონს, ჩემთვის ახლა მაგალითად არსებული მართლობითი სისტემა შესწავლის საგანია მეცნიერული კუთხით და არა ის რომ რაღაცა ვაკრიტიკო და ცუდი ვთქვა თუ არა. იმიტომ რომ ეს ფორმატი რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა არ არის რა სტანდარტული, თავისებური მართლობითი სისტემა არის, სადაც ვთქვათ არის უმაღლესი პირი ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის თანათავმჯდომარე, საპატიო თავმჯდომარე ქართული ოცნების და მართველი პარტიისა, რომელსაც პირდაპირ წესდებაში უწერია უფლება პრემიერის საკითხის დაყენება და მინისტრების საკითხის დაყენება. რომ აქ პასუხისმგებლობის მომენტი არ არის შესუსტებული. პირიქით ეს შეიძლება თანადოება არ უკავია, მაგრამ ის რომ ელიტის ავტორი არის თვითონ, ხო, მაგას ხო არავინ არ უარყოფს და არც თვითონ არის ამ სისტემის ავტორი, ხო? ეს ეხლა ამ სისტემამ ეს არის ერთი აი საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ბიძინა ივანიშვილის შექმნილი მართლობის სისტემა ყველაზე მყარი და ყველაზე მოქნილი გამოდგა. მოდი დავთქვათ ესე. ზოგს მოსწონს, არ მოსწონს, ბევრი მე ესე არ ვაფასებ, მოდით ესე შევხედოთ რა. ესე ამდენი ხანი არც ერთ მართლობით სახელმწიფო სისტემას არ უარსებია. არ ყოფილა ზოგან რევოლუცია მოხდა, ზოგან რაღაცა იყო შეცვლა მოხდა და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ყველა შემთხვევაში თუ კი ავიღებთ ამ სისტემა, მართლობითმა სისტემა შეძლო რომ გაეძლო გარე ზეწოლებისთვის, მან გაუძლო გარე ზეწოლებს, გაიძლიერა თავისი თავი და ხელისუფლებაში არის დღესაც. ეხლა ეს თქვათ პლუსები, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა, გარკვეული სტაბილურობა შეძინა და ანუ მანიპულირების საშუალება გარე ძალებს არ მისცა. ეს არის ამ სისტემის დამსახურება. და თუ კი ავიღეთ ეხლა მთლიანობაში ჩვენ ამ პირობებში ცხოვრობთ ხედავთ, მაგრამ ამ სისტემასაც როგორ აიცით, აი მისი ავტორები ეხლა თვითონ ყველაფერს ხო ივანიშვილი არ აკეთებს, იქ არიან სპეციალისტები, იწვევენ და ვიღაცას ხედავენ და აკეთებენ. ეს ცოტა მოძველებული მექანიზმებით მუშაობენ, რასაც ჭირდება უფრო მეტი დახვეწა და რასაც ჭირდება აი ისეთი უნივერსალიზმის შეძენა, რომელიც საზოგადოების მხრიდან ეჭვს და უკმაყოფილებას მოაშორებს. მე ესე დავარქმევდი რა. ამის გაკეთება შეიძლება ერთადერთი ყველაზე თქვათ გარკვეული მინუსი რაც შეიძლება ითქვას ის არის რომ მიუხედავად იმისა რომ
ამ მართლობითმა სისტემას შეძლო სრული კონტროლი ელექტორატის არსებობა ნებისმიერი შეიძლება შედეგი დატოს სრული კონტროლი ამას უბრალოდ მე გავშიფროთ მაგრამ გეუბნებით და არჩევნებზე ნებისმიერ მიახლოებით ნებისმიერ ციფრს დაწერს მას აქვს სრული კონტროლი ელექტორატის გაკეთებული აქ არ არის ლაპარაკი რაღაც გაყალბების იმ სტანდარტულ ვარიანტებზე რადგანაც ეს დაქირავებული ოპოზიცია იძახის ეს საერთოდ ეს არ არის თუ სხვანაირად მე ამის კარგად ვიცი და შესწავლილი მაგ ეს ამბავი და მიუხედავად ამისა მათ აქვთ დიდი ვაკუუმი საზოგადოებასთან ურთიერთობაში შეიძლება დაუშვათ ის რომ არის მართლობა, არის მართლობითი სისტემა, რომელმაც გაიმარჯვა პარლამენტში, ადგილობრივ, ესე იგი, ყველა მუნიციპალიტეტში გამარჯვებულნი არიან და მათ არ ჭირდება, შეიძლება ითქვას ესე რა, ზოგიერთი არის და ხიბლი არსებობს საერთოდ. ხელისუფლება როგორც ნარკოტიკი ისე მოქმედებს, იმიტოა დიდი ბრძოლა და დიდი დავიდარება ამაში. ეს კიდე ცალკე ფსიქოლოგიური, სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებას განეკუთვნება, მაგრამ მე ესე ვიტყოდი, რომ აი ეს თვლიან რომ ჩვენ ავართ ხელისუფლება ყველა დონეზე და ვიღა არის მაშინ ხალხი ხო? და თქვენ რო იყოთ ხომ ზოგიერთი თანამდებობის პირის ადგილას შეიძლება ესე ჩათვალოთ. ადგილობრივ არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ, სოფლებში ჩვენ ავართ, რაიონებში, მუნიციპალიტეტებში, პარლამენტში, მთავრობაში. მაშინ ხალხი სად არის? ხალხი ვართ ჩვენ. თუ ჩვენ რატო ვის უნდა ველაპარაკოთ? ჩვენ თავს უნდა ველაპარაკოთ სახელმწიფო და ხალხი ვართ ჩვენ. აი ესეთი მომენტი არსებობს დღევანდელ ვითარებაში. მაგრამ ჩემი დაკვირვებით და რასაც მე უყურებ, სულ სხვანაირად არის, იმიტომ რომ როცა არ ჭირდებათ ესეთი ურთიერთობები, ეს გადადის როგორ შესწავლის დონეზე, იცით, რომ აი მოდი მაინც ჩავატაროთ გამოკითხვა იქნებ რაღაც საკითხს მოკრათ ყური. აი ეს ფასების თემა, სხვათაშორის ფასების თემა, რომელიც მე დადებითად მიმაჩნია, რომ აუცილებლად რეგულირებას უნდა ექვემდებარებოდეს, რაც ახლა მთავრობამ დაიწყო პრემიერის ინიციატივით და იგივე კორუფციის თემები, ხო? ეს არის გარკვეული გამოკითხვების შედეგად ამოღებული და არა რაიმე პლატფორმის შემუშავებით, რომელიც უშუალო და მუდმივ კონტაქტის საშუალებას მოგცემს და ასევე მონიტორინგის საზოგადოებრივი მონიტორინგის საშუალებას შექმნის. აი ეს ხლა ეს ინიციატივაც რომელიც გამოაცხადეს დისკუსია დავიწყოთ ანუ ჩვენ გვჭირდება დისკუსიაო მე მაინც ამ კატეგორიას განვაკუთვნებ მე ამას დადებითად უყურებ მაგრამ იცით რა არის მე როგორც ახლა ამ დარგში რა ვიცი ახლა პოლიტექნოლოგიაში კიდევ ვინმე შეიძლება დავასახელო ვერ ვასახელებ ვერავის ამაზე მუშაობ უკვე 10 წლებია მე მაინც მემაჩნიებს საერთოდ დისკუსიის თემა არ არის მომგებიანი ხელისუფლებისთვის იმიტომ რომ დისკუსია ეს არის კამათი ანუ შენ ყავს ოპონენტი ვისაც რაღაცას უმტკიცებ ჩვენ ეს არ გვჭირდება ჩვენ გვჭირდება იმ საკითხებზე მუშაობა რომელიც აწუხებს საზოგადოებას ექსპერტების პროფესიონალების ჩართულობით უნდა იყოს დიალოგი მსჯელობა როგორ შეიძლება უკეთესად გავაკეთოთ და არა იმის მტკიცება რომ შენ კარგი ხარ მე უკეთესი ვარ და მოდი მე რომ მოვალ ანუ პარტიების თვალსაზრისით ვიძახი მე რომ მოვალ უფრო კარგად გადავწყვეტ ეს შედეგს არ მოხდენს აი დაინახავ თუ კი ამ რეჟიმში წავიდა ან ამ რეჟიმში წავა რომელიც შედეგიანი არ იქნება არ მგონია ეს რაღაც ბენეფიტები მოუთანოს ხელისუფლებას ან თუ ისე წავიდა რომ დანიშნული ოპოზიცია ეხლა რომ ქმნია იქნება რა დანიშნული ეს დაარქმევა ეს არის ოპოზიცია ის დასვეს ეს კიდე საერთოდ არ შექმნის თვითონ განხილვის და მსჯელობის საფუძველსაც კი ამიტომ აი აქ რაღაცა შუალედი არის მოსაძებნი მე ისე უბრუნდები იმ ჩემს ინიციატივას რომელიც მას შესწავლის შედეგად ჩვენ დავაფიქსირეთ თქვენთან სხვათაშორის ახსენით ეს არის აი იმ ვაკუუმის შევსება რომელიც სჭირდება ხელისუფლებას თავისი სტაბილურობისათვის რომ კრიტიკული მასა არ შეიქმნას და ყველას ჰქონდეს საშუალება თვით რეალიზებისა აზრის გამოხატვის თვალსაზრისით თუ უნებავ ეს არის აი როგორც დავარქვით საზოგადოებრივი ინიციატივებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების ცენტრი და ამას დავამატებთ კიდევ ვიძახი ბიძინა ივანიშვილის საკონსულტაციო ცენტრი შეგნებულად ვიძახი ამას იმიტომ რომ აქ აუცილებელია ნებისმიერ თემაზე გნებავთ ფასები იყოს დემოგრაფიულ საკითხებში ხო ხედავთ რა ხდება მიგრაციის საკითხებში რა ხდება ხელფასების თვალსაზრისით ექსპორტ-იმპორტის თვალსაზრისით რაც არ უნდა ვალამაზოთ ხო შიგნით ხო ვინ სპეციალისტებია ხო ხდებით აზე დგას ჩვენი ეკონომიკა და არის თუ არა ეს მდგრადი
არის თუ არა ექსპორტი ჩვენთან ორიენტირებული თუ ძალიანად აი ჭამაზე ვართ გადასული, რომ თქვენ ჭამას რას ვიწევთ, ყველაფერს ვიდურთ. 85% ჩვენთან არის იმპორტი. ჩვენ არ ამოაკმაყოფილებ თავს არც ერთი პროდუქტით. არ არის ჩამონათვალში არც ერთი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი, რომლითაც შეიძლება თავს ვაკმაყოფილებდეთ. არა მარტო თავს, 50%-ითაც ბევრ რაღაცას არ ვაკმაყოფილებთ. ეხლა წარმოიდგინეთ, რამდენად დაცული ვართ ჩვენ აი ამ გართულებულ სიტუაციაში და გვაქვს თუ არა რესურსი გვაქვს. ჩვენ ბუნებრივი რესურსები გვაქვს, ნებავთ მიწის, ნებავთ სოფლის მეურნეობის, ნებავთ წარმოების აღორძინების, ნებავთ მინერალების, რომლითაც შეგვიძლია იმპორტი ჩავანაცვლოთ. ჩვენ პრობლემა გვაქვს ადამიანების რესურსის. და ამაზე უკვე დემოგრაფიულ საკითხებზე ჯერობა გვჭირდება. დასარიელებული სოფლები, დასარიელებული რეგიონები, არ მინდა ეხლა ვიღაცა დავაშინო, მაგრამ ცუდი სცენარიც რო ავიღოთ და მართლა გადანაწილებაში, აი ესე დაუბალანსებელ გადანაწილებაში მოხდეთ, ხო? რო შემოვიდეს თურქეთი, ახლა ამას არ უკეთებ პროექცირებას, მაგრამ შემოვიდეს თურქეთი და ჯავახეთში შევიდა და იძახს ჩვენი ხალხი უნდა დავაბრუნოთ. ამას ვიზა? და დანარჩენში რუსეთი მოილაპარაკე და დანარჩენში რუსეთი შემოვიდა. რას გავაკეთებ? არავინ არ იქნება ჩვენი მშველელი, რო იტყვია. ამას სწორობის ყველაფერს ჭირდება აი ჭკვიანურად გეგმაგონიერი მოქმედება და ეს დისპუტები კი არ გვინდა. ჩვენ გვჭირდება პრობლემა მისი შესწავლა, ხალხს უნდა მოусმინოთ, ადამიანებს აზრი გამოვათქმევინოთ, ინიციატივებს ხარი უნდა დაუჭიროთ და უნდა მოაზროთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც ძალიან სწრაფად ეფექტურ შედეგებს მოგვიტანს. აი ამაზე თუ ვიქნებით ორიენტირებული, ხო? აი რა ვიცი, ჩემი ამოცანა მხოლოდ ეს არის, ეს გავაკეთოთ რა. ბატონო ლევან, მე ესეთი შთაბეჭდილება მჩება, რომ საქართველოს ხელისუფლება პრევენციას ხანდახან ხშირ შემთხვევაში ვერ ახდენს. ანუ პოსტ-რეაგირებაში ვართ. ეხლა რაც აზერბაიჯანთან რიგი საკითხებია, უბრალოდ აქ არ მინდა გავშალო, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს დაიჭერს, ასევე სომხეთთან. აი მოხდა ფაქტი, რაღაც გაურკვევლობა იყო, ცუდი რეზონანსი მოყვა, მერე ხდება რეაგირება, მერე ხდება ამის განმარტება და ასე შემდეგ. და აი ესეთივე დამოკიდებულება ჩანს ზოგადად მაკრო პოლიტიკაშიც და როგორ ფიქრობთ, რა უნდა შეიცვალოს? სტრატეგიული გამსაზღვრელი გუნდი უნდა შეიკრას პრემიერ-მინისტრთან ერთად, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი ერთია და ეხლა ყველა თემას ვერ ედება, ფაქტია, ხო? და აი თქვენი საინიციატივო გუნდიდან აი ეს იდეიდან, ამ იდეების გენერირება რომ მოხდეს. დაეციან დადება მიღებული იქნა, აღქმული იქნა ადეკვატურად, რომ დაუშვათ სტრატეგიული გუნდს რაღაცა ჩაუდგეს, ვიღაც ჩაუდგეს კონკრეტული პირი, საშინაო პოლიტიკას ვიღაც ჩაუდგეს თუ უბრალოდ შეთავაზება დარჩა და იქიდან რეაგირება არ მოხდა. მე გეტყვით, მე არ ვცველოდი, მე ჩემი მხრიდან ინფორმაცია მივაწოდე, ვინ ჩამოვთვალე იმ პირებს, ეხლა რაც განიხილავენ, რაც გააკეთებენ, მე მაგას ვერ ვხედავ, მაგრამ გაჩერება არ შეიძლება ჩვენ ამ მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ. ეს არ არის კრიტიკა, ეს არ არის ვინმე საწინააღმდეგო, ეს არის თემები, რომელიც საზოგადოებას აწუხებს, რომელიც პრიორიტეტული არის ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ჩვენ ამ საკითხებზე პოზიციები შევაჯეროთ, ხალხსაც მოусმინოთ, სპეციალისტებს მოусმინოთ და მოვამზადოთ შესაბამისი საჭირო სტრატეგიული გადაწყვეტილებები. აი ეს არის. ამიტომ იცით როგორ ყოველთვის როცა ენერგიას ხარჯავ, ის შედეგს მოიტანს. და თუ კი ამაზე ესა რაღაცა იგნორირება იქნება, იგნორირება არ ამგონია ჩვენ დაგვაზიანებს და აზიანებს, ვინც იგნორირებას გააკეთებს იმ ჯგუფს და ქვეყანას არ წაადგება. ამიტომ ყველაზე მთავარი თემა ეხლა ჩემთვის საქართველოში არის ის, რასაც შევხვდი. ჩვენ აგვაქვს ძალიან დიდი გაუწყოება საერთაშორისო ურთიერთობებში გვაქვს, აი რასაც ვამბობ, აი გაურკვევლობა ყველა მიმართულებით. არადა ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული კოზირები, რადგან ჩვენ ვისაუბრეთ რომ ამ თვალსაზრისით იგივე რუსეთსაც და სხვებსაც ველაპარაკოთ, შეერთებულ შტატებსაც, ჩინეთსაც ველაპარაკოთ. აი მე გამორჩა კიდევაც იგივე ანაკლია მარტო ჩინეთის კი არ უნდა იყოს, ამერიკასაც ხო კონდა ინტერესი. შევთავაზოთ ამერიკასაც, რუსეთსაც, ჩინეთიც უნდა იყოს შიგნით, ჩინეთის არის ტვირთები და სხვებსაც შევთავაზოთ, შეიძლება თურქეთსაც შევთავაზოთ, რომ მონაწილენი იყვნენ ამ ანაკლის სპორტის ამუშავებისა. ანუ ეს ძირითადი ძალები ვათანამშრომლოთ და არა დავაპირისპიროთ, რომ ჩვენ მერე ძალიან ძიმედ და ძალიან საკითხად შემოგვიტრიალდეს რა. აი ეს არის და შიგნით კიდე კონსოლიდაციას თუ არ მივახციეთ, ისევ იგივე მეთოდებით, აი რომ ჩართავთ ერთი ტელევიზია ერთ საგინებს, მეორე საგინებს, უკვე ათეული წლები ამ რეჟიმში ვარ და ეს კეთდებოდა, იმიტომ რომ ელექტორატი მართვადი ყოფილიყო, უკვე არის მართვადი ეს ელექტორატი, ხო? ხო, ეს ხო შედეგი აქვს დღევანდელ მართლობით სისტემას და ამიტომ
კონსოლიდირების რეჟიმში თუ არ გადავიდით, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით სუსტი და ჩვენი სისუსტე შიგნითაც გარეთაც ეს ძალიან მძიმე შეიძლება დაგვიტრიალდეს. ამას ადრე არ ვამბობდი, ამას რატომ ვამბობდი? ეხლა შევიდა მსოფლიო აი ამ სიტუაციაში. და ჩვენ კიდე აი რო ხედავ რომ რაღაცები გასაკეთებელია რა ჩვენ ჩამოვთვალეთ და ის არ კეთდება, ხო? აი კიდევ ერთხელ გვიბიძგებს რომ მოდი გამოვხიზდეთ და ვიფიქროთ, ეს ყველას ეხება. იცი რომ ემიგრაციაში იქნება ჩვენი თანამემამულე თუ ქვეყანაში იქნება, ხო? ამ თვალსაზრისით ჭირდება აუცილებლად თანადგომა. ჩვენი ქვეყანაში ხალხის კონსოლიდაცია და ჩვენი ახლობლები თუ შორეული ინტერესების დაბალანსებისა და ინტერესების გამგზავნა, რომ ვათანაბროთ ჩვენ ქვეყანაში და არა დავაპირისპიროთ. ბატონ ლევან, ჩვენი საუბრის დასასრულს მე ესეთ რამეს ვისურვებდი, რომ მმართველმა გუნდმა ოცნების გარეთ მყოფი ექსპერტთა აზრიც უნდა გაითვალისწინოს საგარეო პოლიტიკაში და საშინაო პოლიტიკის მხრივ რა, სხვანაირად გაჭირდება, იმიტომ რომ ჯერჯერობით პოსტში აქედან ასე ჩანს და ეს არ იქნება ქვეყნისთვის სასიკეთო. რამე სხვა არ დაამატებთ? აუცილებელი არის, რომ ჩვენ არა რაღაც დაპირისპირების რეჟიმში ვიყოთ, არამედ ყველა მართლობის სისტემას სჭირდება დროთა განმავლობაში დახვეწა, რებრენდინგი, რაღაც გარკვეული მომენტები. ეხლა ბევრი მოსადრეები გვაქვს, ეს ცალკე შეიძლება სამჟელო იყოს, კიდევ ბრიტი შეიძლება ამერიკა რაღაცა ფორმით შემოვიყვანოთ, დავაინტერესოთ. ესეც არის ამის ბერკეტების არსებობა და სხვა ქვეყნების მიმართებაში. ჩვენ თავარია არ გავჩერდეთ და სადაც საფრთხე გვაქვს, ამ მიმართულებით უკვე შევეცადოთ საკითხების დაბალანსებას. კონსოლიდაციას თუ არ მივახცეთ, რა გვინდა ეს ქვეყანა, ისედაც ვიცლებით და ეს პატარა ჯგუფი, ეს პატარა ხალხი მაინც გავერთიანდეთ, რომ იმ საკითხების გარშემო, რომელიც არ იქნება საკამათო, რომელიც ეხება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას. ბატონ ლევან, ძალიან დიდი მადლობა ამ შინაარსიანი საუბრისთვის და მოხარული ვიქნები თუ თქვენს ინიციატივებს მმართველი გუნდი გაიზიარებს და იმ საექსპერტო ჯგუფს ესე ვთქვათ, ხატოვნად რო ვთქვათ, მიუშვებს ღუმელთან, რომ საქმე გაკეთდეს. არ გვინდა ღუმელი გაითვალისწინოთ, ჩვენ მოუმზადეთ წინადადებებს და გაითვალისწინოთ. დიდი მადლობა ლევან. წარმატებებს გისურვებ და მომავალ შეხვედრამდე სოფლიოში ვითარება ისეთი ინტენსიურობით არის, რომ ჩვენ ხშირად მოგვიწევს ურთიერთობა და თქვენ წარმატებებს გისურვებ, გაიხარეთ წარმატებებს კარგად. დავამთავრეთ?